გარდაცვალების შიში ბევრნაირი არსებობს ყველაზე დაბალი დონის შიში, ეს არის ცხოველური შიში, რომელიც ყველა ბიოლოგიურ არსებას, აი ტარაკანა რომ იტის და როგორც იმეოხდები გარბის ტარაკანა, არ უნდა რომ გაჭყლიდო. ანუ ეს ყველას აქვს. მაგრამ ადამიანს ახლა არ ეკადრება მეტყვით. რა თქმა უნდა, ადამიანს არ ეკადრება ეგეთი რამ, მაგრამ ბევრი რამე ცხოველურია ჩვენში ისეთი, რომელიც არ გვეკადრება და გვაქვს. ხა როგორ ავმაღლდეთ ამას? ერთადერთი საშუალება რომელიც დაგვაძლევინებს გარდაცვალების შიშს არის სხვა სიცოცხლის ჩვენში გამოცდილებითად მყოფობა. სხვა სიცოცხლე არის მარადიული სიცოცხლე, რომელსაც ქვია ღმერთი. მე ვარ სიცოცხლე, ქრისტე ამბობს. სანამ ეს გამოცდილება შენში არ იქნება, შენ ვერ დაძლევ ბიოლოგიური გარდაცვალების შიშს. იმიტომ რომ ადამიანი ეხლა ცხოველს ინსტინქტურად ეშინია, ხო, ეს თვითგადაჩენის ინსტინქტი ქვია, შიშიც არ ქვია მაგას. რა შიში აქვს ცხოველს, ეხლა თვითგადაჩენის ინსტინქტია, მაგრამ ადამიანს შიში გაცნობიერებული, ადამიანი აცნობიერებს, რომ სიკვდილი მას აკარგვინებს და რას? ფიქრობს, ხო, ეგზისტენციალური აზროვნება აქვს. ყოფიერება არის სიცოცხლე. ამის იქით არ ვიცი რა. მე რაც ვიცი, იმას ვკარგავ. აი მე ვიცი, რომ სიცოცხლე არის აი ეს. და რო ვკვდები ეს აღარ მექნება. ამიტომ სიცოცხლე მინდა. გესმით? და სხვა სიცოცხლე არ ვიცი ამის გარდა რა არის. ამიტომ ადამიანს აქვს საშნელი შიში, რომ სიცოცხლე არ დაკარგოს. იმიტომ რომ სხვა სიცოცხლეს ის არ იცნობს. ეს ერთი. ესე იგი და პასუხი აქედან არის. სანამ შენში გამოცდილებითად არ იქნება განცდილი, რომ ღმერთი არის როგორც სიცოცხლე, რომელიც თავის სიცოცხლეს გაძლევს და როგორ გაძლევს, ვიცი? პატარა ღმერთად ხდის, ნამდვილ შვილად ხდის, გესმით? აი ასე და შენ არასოდეს მოკვდები, მაგრამ ეს გამოცდილების თვალსაზრისით თუ არ განიცადე და ეს დასტურად, ხო, ქრისტე აღდგა, რატო ვიცით რომ აღდგა და რატო გვაჩვენა ეს, იმიტომ რომ გამოცდილებითად ვიცოდეთ, რომ აი ქრისტე აღდგა და მეც აღდგები, გესმის? ანუ ჩემში მე ვიცოცხლებ მარადიულად. ეს გამოცდილებითად როცა იცი, რა თქმა უნდა სიკვდილის შიში დაიძლევა ბიოლოგიური სიკვდილის შიში, მაგრამ არსებობს მეორე შიში. პასუხისგებლობის შიში, რომ ღმერთის წინაშე პასუხისგებელი ვარ. რატო არ პასუხისგებელი ადამიანი იტყვის? იმიტომ ხარ პასუხისგებელი, რომ ხარ მოაზროვნე და თვითუფლებრივი არსება, რომელსაც ნებელობითი ენერგია გაგაჩნია. შენ საქმეზე კი არა მხოლოდ, არამედ სიტყვაზეც კი პასუხისგებელი ხარ. უფალს აქვს ძალიან ისეთი სიტყვები, ყოველი სიტყვისათვის, ყოველი უქმის სიტყვისათვის პასუხს აგებთ. ანუ გესმის, ჩვენ როგორც თავისუფალი და გონიერი არსებანი პასუხისგებელი ვართ. ანუ თავისუფლება და გონიერება მაგარი რამეა, მაგრამ მის საშუალებით ჩვენ ვიტვირთებით პასუხისგებლობით. და ამიტომ ადამიანს ამისიც ეშინია. ანუ სანამ შინაგანად ღმერთთან ბოლომდე არ შერიგდები, შენთვის ბიოლოგიური და ღმერთის განცდა არ გექნება როგორც სხვა სიცოცხლის, შენთვის ფიზიკური გარდაცვალებას შემაშინებელი იქნება და ღმერთთან შეხვედრაც საშინელი იქნება. ამიტომ ქვია საშინელი სამშობლო. მაგრამ როგორც კი შენ სწორი სულიერი ცხოვრების შედეგად ისე განვითარდები სულიერად, რომ ღმერთი შენთვის შორს მყოფი არსება კი არ იქნება, რომელსაც აქედან იქ ელაპარაკები. არამედ ის იქნება შენი სიცოცხლე, პავლე მოციქული ამბობს, მე კი აღარა ვარ ცოცხალის, ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე, როცა ეს შენში იქნება განცდილი, ქრისტე როგორც სხვა სიცოცხლე, რომელიც თავის სიცოცხლეს შენ განიჭებს. მე როგორ შენთვის ფიზიკური გარდაცვალების შიში აღარ იქნება საშიში, პირიქით იქნება, როგორც პავლე ამბობს, რომ მინდა რომ წავიდე უკვე, პირიქით იქნება. ადამიანი, რომელიც ღმერთთან კომუნიკაციაშია, სულ ღიმილით მიდის ამ ქვეყნიდან. და პლუს თუ ამას ემატება ის, რომ შენში დამარცხდა უღმერთობა, ცოდვა, მაშინ ღიმილით და სიხარულითაც მიდის და ერთი სული აქ რო წავიდეს და ვახტანგობ და სალის ანდერძი გასაგები ხდება, ეძებდეთ სიკვდილს ქრისტესათვის, აი უკვე ესეთი ხდება. ამიტომ სიკვდილის დაძლევა შესაძლებელია.